ევროპის 24 საუკეთესო ქალთა ნაკრები, მათ შორის 4 მასპინძელი ქვეყანა, 76 მატჩი და მხოლოდ 1 გამარჯვებული. დიახ, ქალთა ევროპის ჩემპიონატი იწყება ფრენბურთში და ჩემი აზრით ეს იქნება ყველაზე არაპროგნოზირებადი ტურნირი, რაც კი ბოლო დროს გვინახავს. შეგახსენებთ, რომ მოქმედი ჩემპიონი არის თურქეთი, მათ შეძლეს და 2023 წელს მოიპოვეს ევროპის ჩემპიონობის ტიტული პირველად ისტორიაში. ასევე თურქეთმა მოიგო წელს ერთა ლიგა, რომელიც სულ ახლახანს დასრულდა. და ჩემი აზრით აუცილებლად ეცდებიან, რომ ტიტული დაიცვან. თან მასპინძლობენ ფინალურ ეტაპს, როგორც გითხარით, და თურქები სახლში ყოველთვის გამორჩეულად კარგად თამაშობენ. მათ აუცილებლად ეცდება, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს იტალიამ, რადგან წელს ცოტა პოზიციები დათმეს ერთა ლიგაზე. გავიდნენ მესამე ადგილზე და მგონია, რომ ევროპის ჩემპიონობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ყველა ვარსკვლავი მწყობრშია და აუცილებლად ითამაშებენ ამ ტურნირს. თან იტალია არის მოქმედი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, ამიტომ ევროპის ჩემპიონობაც არ აწყენდა. ასევე ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს სერბეთი და ტიანა ბოშკოვიჩი, რომელიც არის ევროპის კონტინენტის ნომერ პირველი ქალთა გუნდი რეიტინგით და მათ არაერთხელ მოუგიათ ევროპის ჩემპიონატი და მე მგონია, რომ ტიანა კვლავ ეცდება, რომ გახდეს ტურნირის MVP და მოიპოვოს ეს ტიტული და შევხედოთ, რამდენად შეძლებს ამ ყველაფერს. და ყავს კიდევ პოლონეთი, რომელიც ვიცით, ქალთა ნაკრები ყოველთვის ძალიან სტაბილურია ევროპის ჩემპიონატებზე და თითქმის არასდროს ასრულებს ამ ტურნირს მედლის გარეშე. ასევე, რა თქმა უნდა, ნიდერლანდების ნაკრებიც, რომელიც საკმაოდ კარგად წარსდგა ერთა ლიგაზე და ბოლო პერიოდში კარგ შედეგებს დებს, შევხედოთ ჯგუფებს და გეტყვით ჩემ ფავორიტებსაც. A ჯგუფში არიან თურქეთი, პოლონეთი, გერმანია, სლოვენია, უნგრეთი და ლატვია. ჩემი აზრით, აქ ცალსახა ფავორიტი თურქეთია, რადგან სახლში თამაშობს და თურქები სახლში ვიცით, როგორ თამაშობენ ხოლმე, მაგრამ ხელწამოსაკრავი გუნდები არ არიან დანარჩენები, მაგალითად პოლონეთი, როგორც გითხარით, ძალიან სტაბილური გუნდია. ყავთ ისეთი ვარსკვლავი, როგორც არის მაგდალენა სტიშაკი მაგალითად და მგონია, რომ ამ ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი იქნება 28 აგვისტოს, სადაც პოლონეთი და თურქეთი ეთამაშებიან ერთმანეთს და ალბათ ჯგუფში პირველ-მეორე ადგილოსანს გამოავლენს ეს მატჩი. მაგრამ გერმანიაც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი, რადგან ერთა ლიგაზე ვნახეთ, როგორ იასპარეზა და სლოვენიაც ცოტა არ იყოს და ფარული ფავორიტია, შეიძლება ასე ითქვას. არ არის ტოპ გუნდი ევროპაში, მაგრამ შესარჩევში საკმაოდ კარგი მატჩები ჩაატარა. ჩემი აზრით ამ ჯგუფში აუთსაიდერები არიან უნგრეთი და ლატვია. მგონია, რომ ვერ გადალახავენ ამ ეტაპს, ჯგუფურ ეტაპს და ხო, გეტყვით, რომ ჯგუფიდან გადის 4 გუნდი და ეს გუნდები იქნება შემდეგნაირად გადანაწილებული. თურქეთი, პოლონეთი, გერმანია და სლოვენია გავა ამ ჯგუფიდან ჩემი პროგნოზით. B ჯგუფში არიან სერბეთი, უკრაინა, ბულგარეთი, ჩეხეთი, საბერძნეთი და ავსტრია. ძალიან საინტერესო ჯგუფია, რადგან უკრაინა, ბულგარეთი, ჩეხეთი და შეიძლება ითქვას საბერძნეთიც თუ წავიდა თამაში თითქმის თანაბარი გუნდები არიან. ნუ სერბეთი, რა თქმა უნდა, ამ ქვეჯგუფში ჩემი აზრით პირველ ადგილზე გავა. იცით რა, უკრაინაზეც ვერ ვიტყოდი, რომ ვერ მოუგებს სერბეთს, იმიტომ რომ სერბეთი ბევრჯერ მithქვამს, რომ არის ერთი მოთამაშის გუნდი და უკრაინა პირიქით ძალიან გუნდური და შეკრული ნაკრებია, ასე რომ თუ უკრაინა დაამარცხებს სერბეთს, ამ ჩემთვის ეს სენსაცია საერთოდ არ იქნება. ბულგარეთიც ვიცით, რომ ძალიან პერსპექტიული და ახალგაზრდა გუნდია, მაგრამ როგორც გავიგე, რამდენიმე კარგი მოთამაშე გამოაკლდებათ, რადგან ვიენელის შემდეგ დასვენება ჭირდებათ და ბულგარეთს ფავორიტებში ვერ ჩავწერდი. მაგრამ მგონია, რომ ჩეხეთი, რომელიც მასპინძელია, შეიძლება ტოპ 4-ში მოხვდეს და ჯგუფური ეტაპი დაძლიოს. ნუ ჩემი პროგნოზით საბერძნეთი და ავსტრია იქნებიან აქ აუთსაიდერები. მთავარი მატჩი ამ ჯგუფში უნდა იყოს, ასე მგონია, უკრაინა, სერბეთი, რომელიც 27 აგვისტოს გაიმართება და აუცილებლად ვუყუროთ ამ მატჩს, რომ გავიგოთ ვინ გავა პირველ ადგილზე, იმიტომ რომ ბოლო დღეები იქნება ჯგუფური ეტაპის. C ჯგუფს უმასპინძლებს აზერბაიჯანი, ბაქოში გაიმართება თამაშები და აზერბაიჯანის ნაკრებში დაბრუნდა მათი ვეტერანი ფრენბურთელი რაჰიმოვა, პოლინა რაჰიმოვა, რომელიც არის ვოლეიბოქსის ვერსი ტოპას მოთამაშეში. მგონია, რომ მისი გამოცდილება ძალიან დაეხმარება აზერბაიჯანის გუნდს. ამ ჯგუფში ასევე არიან ნიდერლანდები, ბელგია, ესპანეთი, რუმინეთი, პორტუგალია
და მგონია რომ აქ ნიდერლანდები არის ცალსახა ფავორიტი და შემდეგი ფავორიტი არის ბელგია. ანუ მგონია რომ პირველ-მეორე ადგილებს ეს ორი გუნდი გადაინაწილებენ. ესპანეთი იყო ჩვენთან შესარჩევ ეტაპზე და ვერ ვიტყვი რომ შეიძლება ტოპ გუნდებს შორის მოვიაზროთ, მაგრამ სავარაუდოდ ესპანეთი გადალახავს, ანუ გავა 4 გუნდში, 6-დან 4-ში შევა და აი მეოთხე ადგილისთვის აუცილებლად იბრძოლებენ რუმინეთი, აზერბაიჯანი და პორტუგალია და მგონია რომ აზერბაიჯანი იქიდან გამომდინარე რომ სახლში თამაშობს, მოახერხებს რომ მოუგოს პორტუგალიას და რუმინეთს ან პორტუგალიას და ესპანეთს. საერთოდ არ არის გამორიცხული. დიდ ჯგუფს მასპინძლობს შვედეთი, იზაბელ ჰააგის შვედეთი და მე რა თქმა უნდა ამ გუნდს უგულშემატკივრებ, იმიტომ რომ გიждები ამ მოთამაშეზე და ძალიან მენანება რომ მისმა ნაკრებმა ვერასდროს მოახერხა საერთაშორისო დიდ ასპარეზზე თამაში. რაც შეეხება დანარჩენ მონაწილეებს, ამ ჯგუფში არიან იტალია, საფრანგეთი, ხორვატია, სლოვაკეთი და მონტენეგრო. ნუ რა თქმა უნდა, აქ იტალია იქნება ფავორიტი. ძალიან დიდი ბრძოლა იქნება მეორე-მესამე ადგილებისთვის, იმიტომ რომ საფრანგეთი საკმაოდ კარგი გუნდია, მაგრამ დანარჩენი არც ერთი არ არის ხელწამოსაკრავი, არც საფრანგეთისთვის და არც იტალიისთვის, თუ ისინი პირველი შემადგენლობით არ ითამაშებენ. საფრანგეთმა წელს ერთა ლიგაზე რატომღაც ვერ მოახერხა იგივე პოზიციის შენარჩუნება, რაც შარშან მაგალითად, მაგრამ მგონია რომ ევროპის ჩემპიონატი მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჯგუფური ეტაპი გადალახონ. შვედეთს რაც შეეხება, როგორც გითხარით, მათი ვარსკვლავი იზაბელ ჰააკი იქნება და რა თქმა უნდა, სახლში თამაშის ფაქტორიც აუცილებლად ითამაშებს მათთვის ასიკეთოთ. რაც შეეხება სლოვაკეთს, ხორვატიას და მონტენეგროს, მონტენეგრო ამ ტურნირზე დებიუტანტია, პირველად თამაშობენ ევროპის ჩემპიონატს და არ ამგონია რომ რომელიმე გუნდს გაუწიონ დიდი კონკურენცია. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთს ძალიან გულშემატკივრობ, ჩემი პროგნოზი ამ ჯგუფისთვის ესეთი იქნება. პირველ ადგილზე გავა იტალია, მეორეზე საფრანგეთი, მესამეზე სავარაუდოდ სლოვაკეთი და აი შვედეთს და ხორვატიას შორის. იქიდან გამომდინარე, რომ გულშემატკივრობ შვედეთს, ახლა ვიტყვი შვედეთს, მაგრამ შევხედოთ, როგორ წარიმართება ეს მატჩები. ვინც უყურებთ ხოლმე ჩემ ვიდეოებს, ალბათ გეცოდინებათ, რომ ვარ თურქეთის ნაკრების გულშემატკივარი და წელსაც ვუქომაგებ მელისა ვარგას და დანიელ სანტარელის. რაც შეეხება MVP-ს, ძალიან მინდა რომ წელსაც MVP გახდეს მელისა, იმიტომ რომ აი მართლა პრაიმშია და საოცარ ფორმაშია, იმედია ყველაფერი კარგად იქნება. თან ძალიან მიხარია, რომ ედა დაბრუნდა ნაკრებში და თავის როლს კიდევ ერთხელ ითამაშებს ამ ტურნირზე. გვახსოვს ჩვენ როგორ თამაშობდა კაპიტანი ევროპის ჩემპიონატს, როგორ თამაშობდა ბოლო ევროპის ჩემპიონატი და ჩემი ვარაუდი ასეთია, პირველ ადგილზე გავა თურქეთი, მეორეზე გავა იტალია და მესამე ადგილს დაბუთმობ პოლონეთის ნაკრებს. ამ ვიდეოს კომენტარებში შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ გონიათ წელს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული. სპონსორი რომ მყავდეს, აუცილებლად გადმოგცემდით რამე საჩუქარს, მაგრამ არ მყავს, ამიტომ უბრალოდ მოგილოცვთ. ასევე ამ ვიდეოს კომენტარებში ტურნირის დაწყებისთანავე დავდებ ლინკს, თუ სად შეგიძლიათ უყუროთ ამ თამაშებს. აბა კარგად.